right? You're so laughing. You're so stupid. You will never find my real passport. You fucking dumb. Call-ცენტრების თაღლითების გამოაშკარავების შემდეგ ჟურნალისტებს კვლავ ბევრი კითხვა დაგვრჩა უპასუხოდ. რა ეტაპზეა AKH ჯგუფის წინააღმდეგ აღძრული საქმე, ვინ მფარველობდა მათ და იდგა თუ არა AKH ჯგუფის უკანად სუსის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი. ამ კითხვებზე პასუხი დღემდე არ გვაქვს, თუმცა 23 ივლისს გავიგეთ, რომ ლილუაშვილის ნათესავს 12 წელი მიესაჯა. ანდრია ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, ქრთამის აღებაში დახმარებისა და მიცემისთვის. მას საკუთრებაც ჩამოართვეს, მათ შორის 35 მილიონი ლარის 70 უძრავი ქონება, 17 სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასი ნივთი და ფერწერული ტილო. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს. 2021-2022 წლებში თაღლითური კოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ მან ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1.365.000 აშშ დოლარი. მოდით ცოტა ხნით წარსულში დავბრუნდეთ. სანამ ლილუაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეს აღძრავდნენ და სანამ ჯერ კიდევ სუსის უფროსის პოსტს იკავებდა. 2022 წელს ლილუაშვილმა მთავარ არხსა და ფორმულას უჩივლა. კოლ-ცენტრების შესახებ მომზადებული იმ სიუჟეტების გამო, სადაც მას მფარველად ასახელებდნენ. ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, ამტკიცებდა მისი ადვოკატი. ეს სასამართლო დავა ლილუაშვილმა სამივე ინსტანციაში მოიგო. როგორც ადვოკატი მარიამ კაპანაძე წერდა, ეს ერთ-ერთი პირველი სარჩელი იყო, რომელმაც უსაფუძვლო ცილისწამების საქმეებს დაუდო სათავე. თქვენი აზრით, რატომ ვერ ხედავდნენ მაშინ ლილუაშვილის დანაშაულს და რა შეიცვალა ახლა?